ჯგუფ ხობლის წევრები, ასე გამეცნდნენ და ასე მინდა იცნობდეთ თქვენს პატივცემულ ტელემოყურებლებო. რეზო შალიბაშვილი, რამაზ ყურშია, ლერი გაბელია, გია ნადარეიშვილი. პირველი კითხვით მინდა რეზოს მიმართო. რა მიზნები ქონდა? მიზანი იყო ხამლის ციხე-ქვაბულის ნახვა ახლოდან. ამის შედეგად რამოდენიმე კაცი შევიკრიბეთ ისეთ სრულიად შემთხვევით. რამაზი იყო პირველი, რომელიც ამბო ასე თქვათ ამ საქმეში და ძალიან კარგად შევეწყოთ ჩვენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ იყვნენ ორი ბიჭი, გია ბადრიძე და გია გაჩეჩილაძე, მაგრამ ისინი ჩამოწევდნენ ჯგუფს თავიანთი პირადი საქმიანობის გამო. მოვიწვიეთ მერე ჯგუფში ლერი გაბელია, მოვიტათ ეს ასე ვთქვათ და გია ნადარეიშვილიც ჩვენს გვერდში ამჟამად. ჯგუფი ჩამოყალიბდა და 2 წელიწადია უკვე ესე დავდივართ ჩვენ მთაში. ძირითადად პირველ რიგში ვიყავით ხამლის მთაზე, ორჯერ მოგვიწია იქ ყოფნა, 84-ში, 85-ში, უბრალოდ 86-ში, როდესაც ხამლის ციხე-ქვაბულში მოახდინეთ შეცვლა. და 87-შიც ჰქონდა გასვლა. გვეგულებოდა ენა ექსპედიციის წერილები და საერთოდ გვაინტერესებდა შიგნით რა იყო არტისტული სადმიდიო. თაში გავიცანით ოთხგენ ერთმანეთს. მართალი გითხრათ, მე არ ვიცოდი სად მიდიოდ, უბრალოდ ვიგზენი, რომ კარგ საქმეზე მიდიოდი და ეს გავწერე. მე უკვე გამიჩნდა რაც იყო ეს საქმე და მართალია ბევრი სიძნელეები იყო, ბევრი ფიზიკური დატვირთვა იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩა ეს და თვითონ ის იქ გატარებული დრო, არ ვიცი, შეუდარებელია მე მგონი. მარტო ისტორიული ძეგლებით არ ვართ გატაცებული, რაც მიუვალი არის. ბუნების ძეგლებიც გვაინტერესებს. ასეთია მაგალითად ბოგას მღვიმე ყინულის არის ხამლის მთაზე, თეკენთერის ჭა ხის ფუღროდან იწყება ეს. თავიდან იგი იყო, რომ აი ჩვენი მიზანი რომ ეს რახან მიუვალი იყო ეს ციხე-ქვაბული, ის რომ 55 წლის მერე მანქანას ფეხი არ დაუდგას. ჩვენი თავისთვისაც გვინდოდა და მე მარტო ჩვენი დათვალიერება კი არ უკვე მიზანი ის იყო, რომ გადაგოდეს ყველაფერი კინოფილმზე. ვისაც არ აქვს საშუალება, ყველას არ აქვს საშუალება დაუშვათ ავიდეს. ჩამოგვეტანა ეს ფირი და გვეჩვენებინა ხალხის ამავე დროს ჩვენი თავისთვისაც დაგვიმტკიცებდნენ, რომ რაღაცა შეგვიძლია. პირველ რიგში მადლობა უნდა უთხრა ბიჭებს, ვინც მახლავს და ის მაშინ მახდა, ყველას ერთად, რომ მომახვედრეს იმ სამყაროში, იმ სივრცეში, რასაც ქვია 8 წინანდელი საქართველოს იმაში სადღაც სევით ხო, კლდეში, თავანაფის საქართველოში. ხოდა განცდა იყო ის განცდა, რომელსაც ვერასოდეს ვერ განვისდედი ალბათ, რომ არა თქვენდა, რომ იქ ის ვერასოდეს ვერ მოხდებოდი იქ ვერ მოხდები ვერანაირად თუ საკუთარი ფეხით არ ახვალ და არ დაადგან ფეხს იმ ადგილას. და ეს არის ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას საუკეთესო მოგონება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რომელსაც ყოველთვის ვიგონებ როგორც მეგობრებთან, ისე ჩემთვისაც ყოველთვის და რაღაც ის სხვა გზის ძებნა და რაღაცა ჩემთვის მივხვდი, რომ დროის კარგვა იქნებოდა, ხო, ასე ვთქვათ. ტყუილი და ბუჭი ესე. ხო და დღეს იგივე ვარ უბრალოდ უფრო და უფრო დარწმუნებული იმაში, რომ ესე იგი არ ავწდი იმ გზას, რასაც ვიხმებოდი, ვთქვათ. ხატვა, სიმღერა, გიტარა და ესეთი ფანდური შოგურზეს უკრავ ცოტას ესე. ხომლა მომცა პირველ რიგში აი ეს მეგობრობის და სიყვარულის გზნობა, ხო, რასაც კი ურთიერთობის ბიჭებს შორის, რაც აგერ თქვენ ახართ და იქ ჩანს გამოჩნდა ყველა ვინ არის და როგორ არის და აი ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამიძახდა პირველ რიგში. დღესაც იმ გადასახედიდან ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს თუ ესე ამდენი წლის მერე 35 წლის მერე ჩვენ ამ ინტერვიუს ჩავწერდით და ისევ ისეთი ახალგაზრდები ვიქნებოდით.